ისე უნდა ვისაუბროთ ფოტოგრაფიაზე, უბრალოდ ფოტოგრაფიაზე არ უნდა ვისაუბროთ. მე მინდა წარვადგინო ჩვენი სტუმარი ლელი ბრაგონრაუა, ფოტოგრაფი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი ფოტოგრაფია, არის ასევე ომის ქალი ფოტოგრაფი, რომელიც არც თუ ისე ხშირად გვხვდება საქართველოში განსაკუთრებით. მე ყოველ შემთხვევაში პირველი ქალი ფოტოგრაფია, ვინც ომის კადრებია გადაღებული. როგორც მათ ჩვენ ყოველთვის მინდა ვთქვა, როგორც 2008 წლის ომის დროს იყო, ასე ვთქვათ, ფაშიშ ადგილებში და წელიწადებში ცნობილი ფოტოები არის 2008 წლის ომიდან თქვენი. კი და ზუსტად ახლა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაინიდან, მოიარა ძალიან ბევრი ქალაქი, ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო ალბათ და მოგვიყევით პირველ რიგში მაინტერესებს საიდან გაჩნდა ის იდეა, რომ უკრაინაში გამგზავრებულიყავით ასეთ ცხელ დროს და ფოტოები გადაგიღოთ. უკრაინაში წასვლა მეთოდა რაც განახლდა ომი მას მერე თითქოს უკვე წელი ხდება და ფიზიკურად ვერ წავედი ჯანმრთელობის გამო და დარდი მქონდა, იმიტომ რომ ოდესაც ხარ უკვე ნამყოფი ომში, კონფლიქტურ ზონებში, იცი, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ყოფნა. არა როგორც მხოლოდ პროფესიონალის, არამედ როგორც ადამიანის მოქალაქის და უბრალოდ შენთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვსმენი რომ რაღაც გარკვეულ ადიქციას იწვევს ეგეთ რაღაცებს. იცი რა არის, ალბათ იწვევს კი, მაგრამ ჩემთვის უფრო არის ის, რომ ის შეგრძნებები, რომლებიც მქონდა გორის ომის დროს, როცა დაიწყო განახლდა ეს უკრაინაში ომი, როგორ გითხრათ, 100-ჯერ მეტად განვიცადი ის გორის ომი 2008 წლის. ანუ როცა ხარ პროცესში ესე შეიძლება ვერ გრძნობ დავუშვათ იმ მომენტში. ჩვენ ვხედავთ ახლა ეკრანზე ფოტოებს. იქ როცა დაიწყო და განახლდა თითქოს ეს თელი ეს ჩემი მეხსიერება, რომელიც რაღაცა მომენტში სადღაც მიძინებულივით იყო უცბად ამოტივდივდა. თან ცით რა მაშინ ოჯახიც არ მყავდა, შვილი არ მყავდა და რაღაც არ მქონდა ესეთ, ჩემი თავისთვის ესე წავედი. ლელი, უკაცრავად შეგაწყვეტნიებთ, აი ეს მაინტერესებს ზუსტად, იცით, საერთოდ მე ჩემ თავზე ვერ ვიტყვი ნამდვილად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლიტერატურული ნაწარმოები რაც წამიკითხავს და ასევე ადამიანები საუბარიდან მომისმენია, როდესაც ადამიანი პირველად მიდის ომში, ეს ძალიან რთულია, მაგრამ რაღაცნაირად რომანტიზება ხდება ხოლმე, რომ პირველად მიდიხარ, შენი წარმოდგენა გაქვს ომის და იქ ხდება, რაც ხდება ომი, არის შევთანხმდეთ ამაზე, რომ ძალიან ცუდი და ძალიან საშიში რაღაც. აი, როდესაც უკვე მეორედ მიდიხარ, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ვინც იცის რა არის ომი, ძალიან ბევრი ადამიანი მეორედ აღარ მიდის იქ, იმიტომ რომ ამას კიდე სხვა მზაობა ჭირდება და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აი ეს მაინტერესებს ერთი ომი ნანახი. არ იყო ძალიან რთული ამის ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე გორის ომში. ეს გამოცდილება მიუხედავად იმისა, რომ 2 დღე ვიღებდი შეუჩერებლივ, მიუხედავად ამისა, მერე შემდგომ პერიოდი, აი რა შეცდომა დაუშვი, რა შეიძლება გამეკეთები, ანუ იმდენი ვიმუშავე ამ თემაზე, რომ ფაქტიურად მე კი მანამდე მქონდა კონფლიქტების გადაღების დიდი გამოცდილება პანკისიდან დაწყებული, ანუ თუკისადმე თაში რაღაც კონფლიქტი იყო, ყველგან იქ გულისხმობ ბომბის თუ ჩამოყალიბდა საზღვარზე, ან ყოველთვის ვიყავი იმ ადგილებში და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად დიდი გამოცდილება მივიღე, რომ უკვე ძალიან სხვანაირად მომზადებულად ჩავედი ახლა კიევში. და უფრო ნაფიქრად ჩავედი. რისკი რისკზე ესე რა თქმა უნდა ფიქრობ, მაგრამ ძალიანაც ესეც აი ნახეთ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში იძახით, რომ არ შეიძლებაო ფოტოგრაფიის სწავლა შეიძლება უბრალოდ უნდა იცოდე მართვა ტექნიკის. აი ამ შემთხვევაში ემოციის მართვა უნდა ისწავლო თუ ემოციის მართვა უნდა იცოდე? არა, თავარი რა არის, ისეთ გააჩნია როგორ მიმართულების ფოტოგრაფი ხარ, ანუ ყოველს თავისი ფოტოგრაფიას თავისი თხრობის თავის მანერა აქვს. ეხლა როგორც გადავწყვიტე, ეს იყო რასაც ხედა ვიღებ. დოკუმენტალისტიკის და ფოტოჟურნალისტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის, რომ შენ კი არ ჩაერთო იქ და რაც კი არ მოიფიქრო, უბრალოდ დააფიქსირო. რეალობა უნდა გამოსცე რეალურად. ეს მოითხოვს არ უნდა იყოს ესე იგი მაქსიმალურად, რასაც იღებ ეგ არის. ანუ არ ხდება დამუშავება, არ ხდება, ანუ რასაც ხდება მთელი გზა. და განმავლობაში ვუბრუნდები ხოლმე გორის ფოტოებს და მაშინ პატარა ვიყავი ბევრად
და ხანდახან ვუყურებ ამ გზას, რომელიც გავიარე, არ გულისხმობ გადაღებიდან, პირველი კადრიდან, ბავშვი ბოლო კადრამდე რა პროცესი გავიარე. ძალიან ბევრი შეცდომები იყო, იქ რაღაც სირბილის დროს გადაღებული, იქ რაღაც ჩქარდა ტექნიკა არ მქონდა დაუშვათ, მაგრამ გარდა ამისა ემოციურადაც მე მივხვდია, აი ის ადამიანი, რომელიც მაშინ იღებდა იმ გორს, აი ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი რა. ანუ აი ეს ცოტა გაშვებული კადრიც, ცოტა ღადღაბნილიც. რა თქმა უნდა, ამას თავის ეს არის შენი ემოციური მდგომარეობა და კამერის ცოდნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, რომ შენ რაც გინდა მოყვებოდეს რა. აი ლელი, მოდი უკრაინას რო დაუბრუნდეთ, რომელი ქალაქიდან დაიწყეთ? აი ხო, საიდან დაიწყეთ, რა დაგვხდათ, რას ელოდებოდით და რა იყო ის, რაც აი ჩაიბეჭდა სამუდამოდ თქვენ თვალებში და არ ამოვა არასდროს? კადრებში. ეს არის გზა. გზა იყო ურთულესი. მე დამაყურებელს რომ ეხლა პარალელურად მიდის თქვენი ბუჩაში გადაღებული ფოტოებს ხედავთ. ესეც აქ არ არის არ გვაქვს ფოტოები, გზას გულისხმობ, იმიტომ რომ მიდიხარ გაუგებრობაში, არ იცი სად მიდიხარ. ანუ წამოთ 2 დღე მივდიოდი გზაში, სადაც არ ვიცოდი რა დამხდებოდა. მაგრამ ამ მთელი გზის განმავლობაში ხდებოდა უამრავი ადამიანი, ყველას თავისი ომით, თავისი ტრაგედიით. თავის ტრაგედიით, რომელიც ამაზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს. არც თქვავისთავად არც მე არ ლაპარაკობ, მაგრამ აი პატარა საშუალებაც თუ მქონდა, რომ ვიღაცას ჩანთის აწევაში მას დავხმარებოდიან. ბავშვის დაჭერაში აუცილებლად ამას აი არ ვიცი, ასე ძალიან დიდი ემოციით ვაკეთებდი, იმიტომ რომ მე იქ იმიტომ ჩავედი, რომ მათ ეგრძნოთ, რომ იქ ვარ. და აი ეს შეგრძნება, რომ იგებდნენ, რომ საქართველოდან ვარ, ჯერ ძალიან უყვირდათ ესე, ეხლა მაინც მარტო ვიყავი თან წასული და მაგრამ მე ბავშვებს ეუბნებოდი, რომ აი საქართველოდან არის, აი რაღაცნაირად აი ეს შეგრძნება, რომ ხარ ქართველი, ხარ საქართველოდან, ხარ ესეთ მძიმებით არებაში, იქ სხვანაირი დაკვირვებით მაყურებელი. უხერხულობას არ ქმნის ხოლმე ამ დროს ფოტოს, აი უშუალოდ როდესაც თქვათ მატარებელში მოხვდი ადამიანებთან ერთად, რომ იქ იწყებ, მე მესმის, რომ შეიძლება იქ გარე სივრცეში გადაიღო ფოტო, მაგრამ უშუალოდ ადამიანებთან ისეთ როგორ არის, არ არის რთული. მთელი სირთულე მთელი ამ გადაღების რა ხარაც მქონდა ის იყო, რომ დაცლილია ეს ქალაქები ადამიანებისგან. ჩემთვის ფოტოებს ადამიანები ყვებიან და ზოგადად საერთოდ რაც კი გვახსოვს ყველგან თუ ადამიანია არის კადრში, ის აცოცხლებს ამ ფოტოს. ამბავს, რაღაც ამბავს. იმიტომ რომ ეს ადამიანების გამომეტყველება, ჩაცმულობა, განცდა გიქმნის ზოგადად წარმოდგენას. წარმოიდგინეთ, მოვხვდი ქვეყანა, ანუ აი ამ ტრაექტორიაში რაც გადავიღე და ძალიან ცოტა ადამიანი შემხვდა. ზირთად იყვნენ მოხუცი ქალები, ბავშვები, კაცები ფრონტზე. და თუ შემხვდები მე პინჭის სამხედრო ისეც აუცილებლად რაღაც რომ ეთყობათ, რომ ეხლა შეხვდა თავის მიბრუნდა სახლში და ისე უნდა წავიდეს. მაგრამ საინტერესო იყო კიდე ის გზა, რომ ხალხი სახლში ბრუნდებოდა. ანუ ეს არ არის პროცესი, რომ წასულია და წასულია. როტაცია არის. ამას ვუყურებ, რომ ანუ ომია და ეს ხალხი ბრუნდება სახლში. ანუ ბილეთს ვერ იშოვია ესე მარტივად, იმიტომ რომ ხალხი მიდის დიდი ჩამოდნებით, ბარგით, ბავშვებით, დედებით და ქალებით. ძირითადად თელი ეს მატარებელი, ეს რაღაც 18 საათი მარტო ერთ ნაკვეთში. თუ ბავშვის აი რაღაცა სიჩუმე სხვანაირი ეს ხალხი რაცა ერთად, მაგრამ ყოლა ძალიან თავის ტრაგედიაში და არც არ საუბრობენ ისინი, აი მეც მქონია შეხვედრა გახსოვს სანდრო, მე ვყვებოდი, რომ გავიცანი რამოდენიმე ადამიანი ბავშვებთან ერთად იყვნენ ქალები და არც მიგრძნობინებია, რომ რამის საუბარი მინდოდა, არც დამიწყია საუბარი, მაგრამ გრძნობ, რომ ისინი ამისთვის ჯერ მზად არ არიან, მათ ჭირდებათ დრო, რომ ამაზე დაიწყონ ლაპარაკი. ეს და არის თელი ამ ხელა პროცესი, ეს ურთულესი გზა, ეს ხალხი, მაგრამ ეს ხალხი იყო ის, რაც გაძლებინებს რა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ გასაკვირია, რომ ახლა მე წავედი და იქ ხალხი სადაც სახში ბრუნდება. ანუ ცხოვრობენ, იქ მათი ყოველდღიურობა არის. ეს წამგენ გორში რო ვიღებდი, აი ეს 2 დღე ვიყავი მაშინ გორში და აი ეს გამოცდა ემოცია, რაღაცნაირი სიჩუმის, დაცაბულობის, ჰაერი რო არის, აი ეს შეგრძნება მქონდა, ვერ ამოვიშალე, ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რაღაცნაირად ამასთან მეცხოვრა და აქ სულ ესე არის, წამგენ სულ ხარ მოლოდინში, რომ არიცი რა იქნება, ანუ საერთოდ არიცი რა იქნება. აი ამ რეჟიმში ცხოვრობ სრულიად სულ
და რაღაცნაირად მიდიხარ საცხოვრებელში წახვიდე, ყველგან აწერია, რომ მაგალითად თავშესაფარი. არა, თავშესაფარები აწერეთ ძირითადად, რომ ყველა შენობის ქვეშ. თქვენ რამდენი დღე იყავით იქ? იცით რა, მე დიდი ხანი არ ვიყავი, რაღაც 3 დღე ვიყავი სრული, იმიტომ რომ 4 დღე მანამდე გზაში ვიყავი. ანუ 2 დღე. ყველაზე რთული რა იყო? აი ყველაზე რთული იყო ბუჩა. ბუჩამ გადამატრიალა თავიდანვე რომ დაიწყო ეს ამბები და აღმოაჩინეს ასობით ნაწამები. ბავშვები, ქალები. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი, არ ვიცი ხა ყოველთვის ძალიან მძიმე არის და ამ ადგილას რომ ჩავედი და რომ ვნახე სამარხე აქ გვაქვს ეს მაგალითად და ესე მიდიან ადამიანები დებენ ცითრა რაღაცნაირად შევეჩვიეთ ალბათ რომ სიტყვების გარეშეც ვიკომუნიკაციოთ, იმიტომ რომ ვინც შემხვდა ესე ერთმანეთში ფაქტურად არ ლაპარაკობენ. უბრალოდ მიდიან და ესე ცოტა ხანსაც რო იყო მიდის ხალხი და მოდის აი სიჩუმეს ეჩვევდა სიჩუმე ყოფილა ყველაზე რთული შეიძლება სიჩუმის გადაღება კი შეიძლება სიჩუმის გადაღება მაგრამ ამაზე ძალიან აქცენტირებამ შეიძლება ფიზიკურად შინაგანად სადღაც აგიღოს და ისე იფიქრო ფოტოგრაფია ყოლს მეხმარებოდა რომ ყველაზე მეტად კამერის უკან ყოფნა ჩემთვის ძალიან კომფორტი იყო იმ ხრივ რომ ვიცოდი რომ ჩემი ფოტოებით უფრო მეტის გაკეთება შემეძლო ვიდრე უბრალოდ რაღაც ჩემი ემოციებზე საუბარი ან უბრალოდ თავს მოყოლა რაღაც ესეთი მაგრამ აღმოჩნდა რომ თავს მასეც არ არის იმიტომ რომ აი ეს პატარ-პატარა დახმარებები, პატარ-პატარა ჩართულობები, საერთოდ გაბიწყდება რომ ხარ ფოტოჟურნალისტი და შეგიძლია შენი კამერა უბრალოდ გადაიკიდო გვერდით და უბრალოდ დაეხმარო ადამიანს. მე ვფიქრობ რომ ეს ფოტოგრაფია აბსოლუტურად მით უმეტეს აი როდესაც ესეთ ადგილებში იღებ რა ერთგვარი თვალია შენთვის ფოტო და ჩვენ ფოტოს ესე ვიღებთ ხო რაღაცას შევხედავთ მე ტვინი უბძანებს ჩვენს სხეულს თუ ხელს რომ აიღოს ფოტოაპარატი და გადაიღოს აქ ამის დრო არ გაქვს ანუ თვალი დაინახავს უნდა გადაიღო ეს არის საო რაღაცა კიდე სხვა არა ეს ისეთ როგორ რაღაცა არის წარმოიდგინეთ ეს არის პროცესი ფოტოგრაფია ოცხა პროფესიონალი ფოტოგრაფი რაღაც უკვე თითქმის 30 წელია უკვე 99 წლიდან უკვე მუშაობ პროფესიით. ამას საერთოდ არ ვფიქრობ, ანუ ჩემთვის ჩვეულებრივი კამერა არის ჩვეულებრივი რაღაც ხელი რა. კიდური. აი საერთოდ არც ვფიქრობ. ხომ პროფესიონალი ხარ. ჩემი ნაწილი არის. ეს არ არის ამ ფოტოგრაფიას არ ვაკეთებ მე იმის გამო რომ უბრალოდ ფოტოგრაფია და ჩემი ცხოვრების სტილი ერთად გავიზარდეთ. ერთად ვცხოვრობთ, ვიზიდებით და გავდივართ რაღაც დიდ პროცესს, რაღაც ცოცხალ ორგანიზმს უყურებ ხოლმე და მე რაღაც ვფიქრობ რომ ძალიან ხო არ გავგიჟდი. ერთგვარი ადრენალინიც არის ალბათ არა? ცოტა ისეთი სათქმელია, მაგრამ რაღაც ომს გულისხმობ ომში წასვლა. აი ამ პროფესიაში როცა ხართ, აი ეს პროფესია არის ყველაზე ერთ-ერთი უსტრესულესი თუ როგორ არის ძალიან სტრესიანი ფოტოგრაფის არის პროფესია. ადვილად შეგიძლიათ რომ თქვენი ფოტოები დაათვალიეროთ და შეხედოთ. ისე როგორ ეს ვისწავლე. ამის კეთება რთულია თავიდანვე ვასწავლე ხოლმე ჩემს სტუდენტებს. ეს ჯობია თავიდანვე დაიწყო ამის არჩევით. მე როცა ფოტო რეპორტიორი ვიყავი, მაშინ მყავდა რედაქტორები და ისინი არჩევდნენ ამ ფოტოებს. ეხლა უკვე შეცვლილია სტილი, მიმართულება, თხრობის. ეხლა ჩვენ ირპენს ვხედავთ, ხო თუ არ? არა, ეს არის გზა. ეს გზა იყო სანამ ბუჩამდე მივედით, იყო განადგურებული მთელი ეს გზა და ეს ქალაქები ირპენი, ბუჩა ძალიან ახლოს არის კიევის საზღვართან. რეალურად ეხლა იცით როგორ ახლოს არის? აი, როგორ გითხრათ? გვერდზე უბანია რა. შოკში ვიყავი რომ ესე ახლოს ეს ძალიან ახლოს იყო კიევთან. კიევი დიდია. კიევი დიდია კი, მაგრამ ნუ აი როგორ აგიხსნათ, ფაქტიურად ვერც მივხვდი რომ გავედი, იმიტომ რომ ექვე იყო ეს ამბავი, წარმოიდგინეთ და თვითონ აი ამ შეგრძნებაც გჭირდება, რაღაცა გეოგრაფიულ თემაშიც შოქში ჩავარდი, იმიტომ რომ რამხელა ძალისხმევა დაჭირდა ქვეყანას და ზოგადად ესე იგი, რომ აი ეს აქ მოსული ესე გაწიო, ისე უკან გაწიო უკან და ამას მთელი მსოფლიო უყურებს და პირველ რიგში შენ და ისე გაწიო რომ დღეს შეგეძლოს მატარებლით ეს ქალები თავის ბავშვებით ჩამოდიოდნენ ეს ესეთი დეტალები მომენტია რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გაძლებინებს რაღაცებზე ფიქს რაღაც უფრო მეტის мотиваციას გაძლევს ცხოვრებაზე რა
ლელი, მე მაინტერესებს ვიცი თქვენი ინტერვიუდან გავიგე ეს ინფორმაცია, რომ თქვენ გაქვთ ორი კადრი გაქვთ, რომელსაც გამოარჩევთ თქვენი კარიერის განმავლობაში და ერთ-ერთი მათგანი არის ისევე ომს უკავშირდება, ოღონდ საქართველოს ომს ცნობილი კადრი, რომელიც ქალბატონი როტა ხმარებას იყოს, ყველასთვის ცნობილი კადრი არის. ხომ არ არის უკრაინაში ახალი მესამე კადრი, რომელიც თქვენ არ არის სამწუხაროდ, მაგრამ ეხლა გავიზარდე გორის ომის შემდგომ და ეხლა უკვე ზუსტად ვიცი რა ანუ თითქოს რაღაც არის ფოტოგრაფისტვის სამშობლო ვიზუალურად დაინახოს აღიქვა სივრცე ან სხვანაირად უყურებთ ყველაფერს. ზუსტად ვიცი ეხლა რომ წავალ და მალე ჩავალ რა კი აუცილებლად. აუცილებლად წავალ და ზუსტად ვიცი უკვე რა მიმართულებით მინდა რომ გადავიღო ფოტოები. იმიტომ რომ უბრალოდ ვთქვი რომ ხარ არის ერთი მომენტი, მაგრამ მე შენ გჭირდება რაღაცა თუ უფრო სიღრმისეულად თუ გინდა ჩახვიდე პროცესებში და კიდევ წარმოგიდგენთ რომ მილიონობით ფოტო მოდის ყოველდღიურად უკრაინაზე, ანუ ყველა სოციალურ ქსელშია და შენ მოიფიქროს ისეთი რაღაცა, რაც აი ესე მილიონობით ფოტოში ესე ვერ გხვდება, ამიტომ გჭირდება შენ რეალურად სივრცე დაინახო, სად უნდა გადაიღო. მე მქონდა რა თქმა უნდა ჩემი წარმოსახვა, წარმოდგენები თუ რა შეიძლება დამხვედროდა, მაგრამ რა თქმა უნდა ის გავსი არაფერი არ დამხვედრია. დამხვდა სრულიად სხვა შეგრძნებები და სხვა მოლოდინი და ამიტომ მან წარმოქმნა უკვე რაღაცა სხვა თემები და იდეა, რაც შეიძლება დავუშვათ კიდე გავაკეთო და უფრო ისეთი მასშტაბურად ესე ვთქვათ. ამ მასშტაბში რას გულისხმობთ? მე ვთქვით, აი კადრებს აღარ, ისე ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა დიდად ერთ თითოეულ კადრს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს რაღაცა ამბავს, რომელსაც სავარაუდოდ ანუ ეს ამბები არის, რომელიც ჩვენთან მოდის ახლოს, იმიტომ რომ თითო ფოტოც რომელსაც იღებ, ისე თუ ფოტო თავისთავად ცალკე ამბავია, მაგრამ თვითონ ამბავად მინდა რომ გავაკეთო რაღაც და ამას ვფიქრობ როგორ ვქნა და მასშტაბს გულისხმობ რომ არა მხოლოდ გადაღება, არამედ გადაღება კიდევ რაღაცისთვის, რომ კიდევ რაღაცისთვის გააკეთო რაღაცა, რასაც აკეთებ, ანუ მარტო გადაღებისთვის კი არ მოყოფილდე რომ დაუბეჭდო ან რაღაც, არამედ ამ გადაღებამ კიდევ უფრო მეტი სხვა რაღაც წარმოიღოს. და ზოგადად რაც უფრო მეტად იზრდები და მეტად იღებ და ყოველდღიურად მაქვს ეს პროცესი გადაღებების, მით უფრო მეტად აკვირდები შენ თავს, რომ სად იყავი და სად ხარ ეხლა და ზუსტად ვიცი რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე ეხლა გავაკეთე, ვიდრე ადრე გავაკეთე და რაღაც აი ეს არის ის გამოწვევა ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისტვის რომ არ ვჩერდები და სულ ვიზრდები და მინდა რომ რაღაცა ჩემთვის რაც ძალიან უცნაურია და გასაკვირი არის ჩემთვის რომ არ გაშინებთ აი ერთი ომი, მეორე ომი, მზად ხართ რომ კიდე წახვიდეთ, მე გულწრფელად მინდა თქვენ გისურვოთ რომ იპოვოთ მესამე ფოტო, ოღონდ ეს იყოს მშვიდობის თემაზე და ლამაზ და ბედნიერ სამყაროზე და იმედი მაქვს რომ ესეც იქნება და თქვენი მესამე ფოტო მშვიდობას მიეძღვნება. ამას გისურვებთ გულწრფელად. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და